ერთი ის რომ ბიზნესი რო დავიწყეთ, მე და ჩემი პარტნიორი ხშირად დავდივით ხოლმე და ვიძახდით რომ ჩვენ ბიზნესმენები კი არა ვართ, ფულის კეთება კი არ ვიცით, ჩვენ საქმის კეთება ვიცით, ჩვენ პროფესიონალები ვართ. ეხლა აქ სადღაც, იმიტომ რომ საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობდი, ეს თითქოს ლოგიკურიც იყო, რაციონალურიც იყო, მაგრამ მე წავიკითხე იმ დროს კიოსაკის Rich Dad Poor Dad და Financial IQ და იქ იყო რომ იცი რა, ღარიბი, ძალიან მაგარი მხატვარი ღარიბი შეიძლება იყოსო, ძალიან მაგარი ექიმი შეიძლება იყოსო, ღარიბიო რა, ან მუსიკოსი. მაგრამ ღარიბი ბიზნესმენი წარმატებული ვერ იქნებაო. და აი აქ უცბად მოხდა ჩემი ფასეული, იმიტომ რომ წარმატება ძალიან მინდოდა და ფული ცუდი იყო ჩემს საქმეში. ასე გავიზარდე, ფული ხელის ჭუჭყია, ფული ადამიანებს აფუჭებს, ფული ბოროტება. ამისი ძალიან ბევრი დრო დამჭირდა, რომ გადამეხარშა, რომ თუნდაც ის რომ მე რომ მაქვს და ვიღაცას რო არ აქვს ეს რა ცუდია, ანუ აი დანაშაულის შეგრძნებაც რომ მე რო ვფიქრობდი რომ როგორ დაეხმარები სხვას, შენ თუ არ გაქვს ეს, ანუ აი შენ თუ რესურსი არ გაქვს და ზოგადად მე წავედი იმ ფიქრებში რომ სიღარიბე არ მიყვარს საშინლად, არც ფინანსური, არც მენტალური, არც ემოციური, არც სოციალური.